დაშავების ახალი კამპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისა და ბორდის წევრების წინააღმდეგ ოლიგარქის პარტიამ განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლების მიმართ დისკრედიტაციის ახალი კამპანია წამოიწყო. ტელეკომპანია იმედის დახმარებით ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ პირველი არხის წარმომადგენლები სხვადასხვა ფონდიდან წლების განმავლობაში ფინანსდებოდნენ. ამ ინფორმაციას წინ უძღოდა ვასილ მაღლაფერიძის მუქარა, რომ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების განცხადებებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მოგვიანებით პირველმა არხმა განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თანამშრომლების ნაწილის განცხადებები მათ იმიჯს აზიანებს, ეს კი ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. თემაზე საუბარს განვაგრძობთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან, ის დღემდე წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებლის პირველ არხს. ვასილ, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობა გიორგი, მადლობა რომ ესე მოკლე დროში დაინტერესდით ამ საკითხს. რატომ გაავრცელა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედმა, ვისი დახმარებით და რა არის ამ ყველაფრის მიზანი? რა შეგიძლიათ გითხრათ ამის შესახებ? გიორგი, ვისარგებლებ შესაძლებლობით და ვინაიდან ჩემს ეთერში ამის უფლება და შესაძლებლობა აღარ მეძლევა, სოლიდარობა და თავისუფლება მინდა კვლავ აღუთქვა მზია ამაღლობელს. მადლობა კიდევ ერთხელ რომ ესე მოკლე დროში გამოეხმაურეთ ამ საკითხს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უკანასკნელი სხდომა იყო სრული ლუსტრაცია, სადაც ხშირად ახსენეს სიტყვა პროკურატურა. ესეც იყო ერთგვარი დაშინებისა და მუქარისფრთელობა, არა უფრო ჩვენი მისამართით, არამედ იმ თანამშრომლების მისამართით, რომლებიც ახლაც რჩებიან და კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას საზოგადოებრივ მაუწყებელში, რათა ისინი შეაშინონ, რომ ხმა აღარ ამოიღონ. მას შემდეგ რაც ალბათ ამ დენჯერო გაჟღერდა სიტყვა პროკურატურა და ვიღაცამ ურჩია, ვიღაცამ ვინც ერკვევა ძალიან კარგად სამართლებრივ საკითხებში, რომ აქაც დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ფაქტი, რომ შეიძლება ჩვენი ეს სიტყვის თავისუფლება და ჩვენი კრიტიკა გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, სავარაუდოდ მავანმა გადაწყვიტა, რომ რამენაირად იქნება და იპოვოს შესაძლებლობა, რომ მოახდინოს ჩვენი დისკრედიტაცია. იმედმა დღეს დაწერა, რომ მოიპოვა ინფორმაცია, თუმცა კეთილი არ ინება და საერთოდ არც კი დაკავშირებია, ვიდრე ამ ინფორმაციას გაასაჯაროებდა ეს ინფორმაცია, რომელიც იმედმა გაავრცელა, შემდეგ უკვე აღმოჩნდა სოციალურ ქსელებში და ერთგვარი კომენტარები, რომ აბა თქვენ რა გონიათ, ესენი უფასო პატრიოტები არიან. იმედმა ჩემს შესახებ კონკრეტულად გაავრცელა ტყუილი და ეს დაადასტურა კიდევაც, რომ მას შემდეგ რაც მე დამიკავშირდა, მე ვუთხარი, რომ ჩემს მეუღლეს არასდროს არ ქონია ცხოვრებაში სარეკლამო კომპანია, თუმცა მანამდე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩემმა მეუღლემ თურმე ნინო ზაუტაშვილს ჩაურიცხა 40,000-მდე ლარი. ეს არის ერთგვარი ბრალდება, რომელიც მაგალითად პოლიტექნოლოგიებში კარგად არის ცნობილი, რომ დაგაბრალებენ, რომ შენ ხარ ვარდისფერი სპილო და მე შენ უკვე შესაძლებლობა არ აქვს, რომ დაამტკიცო, რომ შენ მართლაც ვარდისფერი სპილო არ ხარ. ეს მე რწმენას გადამოწმება არ უცდიათ, აი მაგალითად თუ კი საუბრობენ ამგვარი ამდენი თანხის მითვისებაზე. გოგონა ტელეკომპანია დაგამეცნო, რომ იგი არის ტელეკომპანია იმედიდან და ნახე სოციალურ ქსელში ჩემი განცხადება, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ ამის შემდეგ გაუჩნდა ცურვილი, რომ გადაემოწმებინათ ინფორმაცია. შემდეგ თავადაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თურმე მაია ბოკერია, რომელზეც ისინი საუბრობენ, არა ჩემი მეუღლე, არამედ უბრალოდ ჩემი მეუღლის სეხნია არის, ანუ სახელით და გვარითაც. ამის გადამოწმება, აი არასდროს არავისთვის მithქვამს კომენტარზე და ინფორმაციის გადამოწმებაზე უარი და ამის გადამოწმება ერთი სატელეფონო ზარით იყო შესაძლებელი, როგორც ეს შემდეგ გაკეთა. თუმცა რა იყო მიზანი? მიზანი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების რამენაირი დისკრედიტაცია. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის უკან ვასილ მაღლაფერიძე დგას? ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უკანასკნელი სხდომის შემდეგ საბოლოოდ დაკარგა სახე და იგი არ ვიცი, ცდილობს ახლა რომ რამენაირად შეინარჩუნოს ეს სახე, თუმცა კიდევ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავარი მადისკრედიტებელი ფაქტორი საზოგადოებრივი მაუწყებლისა არის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, სწორედ ვასილ მაღლაფერიძეს იყოფნა და მისი ბანდის წევრები, ის 7 ადამიანი, რომლებიც სამეურვეო საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ესე ერთხმად გაიძახოდნენ პროკურატურა. კი ბატონო, პატივცემულო საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ეს უმრავლესობის წევრებო, გადააგზავნეთ საქმე, მიმართეთ პროკურატურას. მე გთხოვთ, რომ ეს გააკეთოთ, რათა სიმართლე დადგინდეს. შეიძლება მე არ მქონდეს იმის იმედი, რომ პროკურატურა ამ ყველაფერს მოიძებს, მაგრამ რეალობაში და სამყაროში არ არსებულ ფაქტებს ვერ მოიყვანენ და ვერ იპოვიან, რომ ჩვენ რომელიმე ორგანიზაციიდან ვიღებთ რაიმე სახის უკანონო დაფინანსებას. გიორგი, ყურადღება უნდა გავამახლოთ, როგორ შეიფუთა, ხო? მიზანი იყო, რომ ვორდინგი ყოფილიყო, რომ ერთ წინადადებაში ჩატეული იყო სიტყვები საზოგადოებრივი მაუწყებლის ცველები, სოროსის ფონდი, უკანონო დაფინანსება. იმედმა მოიპოვა
მოპოვა და გრაფიკად გაავრცელა ქაღალდზე ამობეჭდილი კომპანიების სახელწოდებები, ჩარიცხული თანხები, ეს ყველაფერი შემდეგ დაჯამდა წლების განმავლობაში რაღაცა თანხებზე არის საუბარი, რომ დიდი ციფრი გამოსულიყო, რომ აი ნახეთ ასობით 1000 ლარს იღებენ. მე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ხელფასის სახით იმ 11 წლის განმავლობაში რაც მე იქ მუშაობ, მაგ აღებული 100.000-ობით ლარი. დიახ, ბატონებო, ეს ესე არის, მაგრამ მე ამას ვლაპარაკობ 11 წლიან ჭრილში. შესაბამისად, ამის მიზანი იყო ის, რომ აი ეს ყველაფერი ეხლა დავაჯამოთ, ვახსენოთ ერთად სოროსის ფონდი ახსენეს, არა და თვითონაც რომ წაეკითხათ იმ სახელწოდებაში, რომელიც იქ ფურცელზე იყო მითითებული, ის არ არის ფონდი ღია საზოგადოება. შესაბამისად, იქაც ტყუილი გაავრცელეს, ერთი დაწერეს, მეორე თქვეს. ანუ ჩვენს სახეზე გვაქვს დისკრედიტაციის კამპანია იმისთვის, რომ პროპაგანდამ და მანიპულაციამ ეს ყველაფერი შემდეგ უკვე სოციალურ ქსელებში გამოიყენოს და ისევ ხალხი ვისაც არ აქვს ინფორმაცია სრულად მათ გაუჩნდეთ ესეთი წარმოდგენა. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ამ ყველაფრის ამ ამბის ფინალი? ჩვენ ვნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის განცხადება, რომ ისინი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ თქვენს ქმედებებს, რომლებიც ხართ კრიტიკულად განწყობილები, მათ შორის დღევანდელი მენეჯმენტის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რა ფინალი იქნება? თქვენ გაგათავისუფლებენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ასეთი პერიოდი ჩანს? არ აქვს მნიშვნელობა მე გამათავისუფლებენ თუ არა. სიმართლე არავითარ შემთხვევაში არ დაიმალება. სიმართლე არ დაიმალება, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და აუცილებლად ის კეთილსინდისერის რახვა, რომელიც არის მიმართული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კეთილსინდისერად და მაღალი ხარისხით ემსახუროს საზოგადოების თითოეულ წევრს, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, განურჩევლად ეთიკური მიკუთვნებისა თუ ყველაფრის განურჩევლად საზოგადოებრივი მაუწყებელი მაღალი სტანდარტით უნდა მუშაობდეს, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს ის სიკეთე, რომელშიც იგი საკუთარი ჯიბიდან იხდის ფულს. მე დარწმუნებული რომ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და ესეთი მცდელობები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების დისკრედიტაცია მოხდეს, წარუმატებლობისთვის არის განწირული და აი ეს ჩვენ დღესაც კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ცდილობენ რაღაცა იპოვონ, ცდილობენ რაღაცას ჩაეჭიდონ, თუმცა ბუნებაში არ არსებობს არაფერი, რამაც შეიძლება რომ ჩვენ ზიანი მოგვაყენონ. და ეს მცდელობა, რომელსაც ეს მეორე მხარე მიმართავს, მე ვწონეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ შესახებ მეტყველებს. კი ბატონო, მე მაინტერესებს ზოგადად მენეჯმენტის დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ღიად გამოხატავთ უკმაყოფილებას, მათ შორის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მაგალითად, თინა ბერძენიშვილს, რომელიც არის არხის გენერალური დირექტორი, რა ტიპის კომუნიკაცია აქვს თქვენთან, საერთოდ არის თუ არა ეს კომუნიკაცია თქვენთან და როგორია მათი დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში? მენეჯმენტის სახელზე იმ თავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით და საქმიანი საუბრის თხოვნით, რომ მოდით, აი ჩვენ გვინდოდა რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ტრანზიციის ეტაპზე იმყოფებოდა, რომელიც გაგრძელდა შარშან ზაფხულიდან და აი ეხლა ძლივს დღა დაიწყო ახალი სეზონი და რამდენიმე გადაცემა ჩაეშვა ეთერში, რომ არსებობდა მატერიალური შესაძლებლობა, ადამიანური რესურსი, რომ ჩვენ საზოგადოებრივ პოლიტიკურ აქტუალურ საკითხებზე გვემუშავა. არსებობდნენ ადამიანები და არსებობენ, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ საქმესაც გავაკეთებთ და დამატებით შეგვიძლია კიდევ სხვა საქმეც გავაკეთოთ. თუმცა გაიგზავნა არაერთი წერილი შეხვედრის თხოვნით, 1-2 შეხვედრა გაიმართა და ამის შემდეგ მიუხედავად გაგზავნილი წერილებისა, ასევე შეიძლება რამდენიმეზე მიგვეღო წერილობითი პასუხი. თუმცა საქმიანი საუბარი არ შედგა. მოთხოვნები იყო საქმიანი, მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი მიმართულების, იმისთვის რომ მაყურებელს ჰქონოდა ამომწურავი ინფორმაცია, თუმცა იქიდან მივიღეთ ჩვენ შემიძლია თამამად თქვა, რომ არასაქმიანი დამოკიდებულება. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში უსმენდით ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.